არტიმედი გახსოვთ თქვენ რა და ბადრის დაფუძნებული ეს კომპანია რა ბადრი პატარკაციშვილის რა და ხშირად მახსენდება ხოლმე რა რომ არტიმედში ძალიან ბევრი ესე ვთქვათ მომღერალი და ჟურნალისტი და ისინი იყვნენ გაწევრიანებულები რა და სხვათა შორის ძალიან კაი შემოსავალიც ჰქონდათ ბადრი კაი ფულს უხდიდა რა ამ ადამიანებს ამერიკულ დოლარებში სხვათა შორის მინდა გითხრათ ზოგს 5 ჰქონდა ზოგს 7 ზოგს 6 ზოგს 8 მოკლედ ესეთი სიტუაცია იყო რა და ну იქnen გაწევრიანებულები მერაბიც იყო ინგა გრიგოლიაც იყო რა ვიცი ყველა იყო ну მოკლედ ვინც მაშინ ბღეროდა და ესე ვთქვათ ჩანდა იმაზე და აი ერთგულებას რატო ვიძახი და რა გამახსენდა რომ ერთ დღესაც მირეკავს ბადრი რა ხო და მითხრა შეხვედრა მინდაო შენთან დალაპარაკებაო და რომ მივედი და ვნახე ბადრი შემომთავაზა არტიმედი რა რომ გაერთიანდიო ჩემთან არტიმედშიო მაგრამ ისეთი ვსდილობიანად უარი უთხარი რა მიუხედავად იმისა რომ ძალიან დიდ ესე ვთქვათ ჰონორარს და ხელფასს მთავაზობდა რა აი რაც ჩამოუთვალე იმათთან შედარებით შეიძლება ითქვას ყველაზე დიდიც რა მაგრამ ნუ თქვენ ხა მოგეხსენებათ რომ მაშინ ხა ლევანი პოლიტიკაში იყო იქ ახლებში იყო და ისედაც ნუ არ მინდოდა რომ დაუშვათ რაღაცა ვიღაცაზე ყოფილიყავი ჩამიბმული და ესე ვთქვათ და უარი უთხარი რა მაგრამ ნუ ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი აქ რაც არის და რასაც ვფიქრობ ხო ეს არის ერთგულება რა საერთოდ ადამიანთა ვისთანაც ერთგული უნდა იყოს რა იმიტომ რომ ვისთან უმადურობა არის ყველაზე დიდი ცუდი რაღაცა ესე მგონია მე და ბადრის როგორც კი რაღაც პირველივე იმაზე მოსახვევში მარტო დარჩა რა აი ეს ყველაზე ძალიან მწყის რა იმიტომ რომ მან გავავლე საერთოდ ხაზი რა შეიძლებოდა ყოფილიყო რა პირველივე მოსახვევში დარჩა ბადრი მარტო რა იმ ადამიანებისგან ვინც ყოველდღე მაგასთან იყო სუფრა იქნებოდა თუ კაი სიტუაცია და რა ვიცი ყველაფერს უკეთებდა ბადრი მაგათ რა და ერთი სიტყვაც კი არ შეაწიეს იმათ ბადრის რომ ძალიან უჭირდა და მთელი ეს მანქანა რომ ესე ვთქვათ პოლიტიკური მანქანა რომ გადავლა დაუწყო რა და ისე ჩვენი და ჩემი და ჩემნაირი ადამიანების დასაცავი გახდა ბადრი მაშინ და ეს ძალიან მწყდება ამაზე გული ისევე როგორც მინდა გითხრათ შიო რა მეუფე შიოს ამბავი იმიტომ რომ მეუფე თქვენ იცით ახლა მეუფე შიო როგორი ურთიერთობა ჰქონდა თავის მეგობრებთან თავის ბავშვობის ძმაკაცებთან და საქმეზე რომ მიდგა და ამდენი ზეწოლის და ამდენი ბულინგის და ამდენი იმის შემდეგ გამოჩნდა აი სურათი მინდა ვანახოთ თუ შეიძლება რა ახალგაზრდობაში ერთად რომ მოდიან ხო ეგერ არის ლევან ვასაძე არის იკა კაკაბაძე არის გიომ გელაძე არის და ხადალში არ ვიცი ხო ვერ ვცდობ თვითონ რა თვითონ მეუფე შიო არის და მოკლედ აქედან გიომ გელაძე არის და ლევან ვასაძე მხოლოდ ორი კაცი ვინც დაუშვათ დღემდე შიოს გვერდში უდგას და ხა გიოს გელაძის წერილსაც ვკითხულობდი მეუფე შიოზე გამოქვეყნებულს და აი ძალიან გულში სიყვარული ჩამეღვარა რომ აი ერთი წამით არტოვებს რა თავის მეგობრს გასაჭირში და იყო ესეთები დავშეთ გიო და პატარა და ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი რემკა რომელმაც პირველად ის მონასტერში აიყვანეს და საბოლოო ჯამში რომ დარჩა იმ მონასტერში და მოკლედ თელამის ისტორიას რო არიან შესწრებულები მაგრამ ძალიან მიყვირს აი გიორგი მარგველაშვილიც იყო სხვათა შორის ამ სურათში აი ძალიან მიყვირს მაგალითად გიორგი მარგველაშვილის და იკა კაკაბაძის რა როგორ არანაირად გვერდში არ უდგებით ხმას არ იღებთ არ ვიცი ეს როგორი ურთიერთობაა როგორი მეგობრობაა როგორი ძმაკაცობაა ხო ამოიღეთ რა თქვენს დააფიქსირეთ თქვენი აზრი ამ ხელა შტორმი როა შემოტევების რა
ეს არის ქართული სული ჩემი აზრით, თუ ერთმანეთი არ მივატოვოთ გასაჭირში და ერთადერთი კაცი გიომ გელაძეა და რა თქმა უნდა ეხლა ლევან ვასაძე ვიცით ისედაც როგორ დამოკიდებულებაშია მეოფიშიოსთან და გიომ გელაძე რა ვიცი ჩემთვის არის მაგალითი ალბათ ადამიან ბოლომდე ძმაკაცად დარჩენის და მეგობრად დარჩენის რა ხო და რა ვიცი ეგ არის ეს ღირებულებები რა რომელსაც დაუშვათ ჩვენ არაფერში არ გავცვლით ხო ჩვენ ხედავთ რომ საერთოდ ეს დასავლეთის ცივილიზაცია რა დღეში არის ჩავარდნილი და საერთოდ ჩვენ რო გვაძლევდნენ ამის იმას და ჭკუას გვასწავლინდნენ რომ ესე გააკეთეთ ის ჯანმოს დაუჯერეთ აიცერით ის თუ რა ნებისმიერ შემთხვევაში ხო და ამ დროს თვითონ ვამპირები რეებს აკეთებენ წარმოიდგინეთ რა და ამას არ უნდა შემოვაფაროთ ჯაჭვის პერანგი ბატონო ლევან ბერძენიშვილო ჩვენ ქვეყანას რა ვიცი, ჩემთვის ძალიან უსაყვარლესი ადამიანია თიანათინ მღვდლიაშვილი და მისი დაწერილი ლექსებით და რა თქმა უნდა მისი ნაცხოვრებით ცხოვრებით არადაირი უფლება არ აქვს ლევან ბერძენიშვილო რომ ის შემოქმედება განიკითხო და მით უმეტეს მოღალატე უწოდო მას რა საკუთარ თავში ჩაიხედე და სარკეში ჩაიხედე პირველ რიგში რა რას ლაპარაკობ და როგორ ლაპარაკობთ რა